ასეთი თქმი საღამოსათვის. განსაკუთრებით ბატონი აბრაამის მეუღლესთან ერთად, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ 10 წლის წინ ძალდებოდით რამდენადაც თქვენგან იცით გადმოცემით და დღეს უსწრებთ საქართველო აღნიშნავს კიდევაც იხილა და მას უხარია რომ თვითი დღეს საქართველო უკეთესობისკენ მიდის. აქ იმყოფებიან ბატონი აბრაამის უახლოესი ადამიანები და ის თაობები, რომელიც ჩვენ 4 თაობა როგორც ვაგრძელებთ და ძალიან მოხარული ვართ. დღეს ქალბატონი თალიკო მეოთხე თაობის წარმომადგენელია, როგორც ბატონი აბრაამი და ქალბატონი თალიკოც თავის 4 თაობით არის წარმოადგენელი და აქ იმყოფებიან სულყალანი. ეს არის ის მეგობრობის გაგრძელება, რომელიც ჩვენ ჩაუყარეთ და იმ ძლიერმა ქართველმა ებრაელმა ხალხმა, რომელიც აგრძელებთ მსოფლიოში გაიტანეთ ჩვენი სიყვარული, ერთობა, ის დამოკიდებულება და თქვენ საქართველოს სიყვარული არ დაგვიწყებია. მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენთვის ბოდიში მოიხადა სამტრედის რაიონის გამგებელმა და განსაკუთრებით კულაშიც, იმიტომ რომ დღეს ისეთი დღესასწაულია ცხელმაისი და ბევრმა მინისტრმა, რომელიც ვერ ესწრება, მაგრამ განსაკუთრებით მადლობა ისრაელს ვინც მოუხადო, განსაკუთრებით ინდოეთის წარმომადგენელს და ყველა ადამიანებს, რომელიც დარბაზში ჩვენთვის საპატიო სტუმრები ბრძანდებით და სინაგოგის ჩვენი ბატონ მერაბ ჩანჩალაშვილი, რომელიც ადგილზე იმყოფება და თავის სიტყვასაც ლამაზად შეგონგობს. განსაკუთრებული დღეა დღევანდელი დღე მსოფლიოს ქართულ ებრაელ ქალთა ასოციაციის, რომლის ულამაზესი პრეზიდენტი დღესაც და მე ამ რანგში იშვიათად გამოდივარ აც განსვენებული ქალბატონი ნათალასთან ერთად ვიცე-პრეზიდენტს წარმოვადგენს, მაგრამ უფლება არ მქონდა, სადაც კი ჩემი სუსტი წერტილია ყოლაშებს და ყოლაშკებს გავიგონებ, იქ უკვე ეკთავდება ყველაფერი და თქვენც ხედავთ არაორდინარული საღამომიდის სიტყვოთი, საღამომიდით იმ განწყობით და იმ ერთეობით და გადახედავთ ფლანზე და ნახევარზე მეტი ყოლაშლები ვართ. ამიტომ ბატონ აბრაამს სურპრიზადაც გვინდა და უმხელთ კიდევაც სამ რიგში სამტრედის ხელმძღვანელობის სახელით ბოდიშუხტით დღეს ვერ მოხერხდა მისი საპატიო მიზეზების გამო ბატონი დავითის სიტყვები გადმოგცემთ და მოფერება თქვენ და თქვენ მეუღლეს და ამას არის ტრადიციები, ტენდენციები, როგორც საპატიო თბილისელი ქალბატონი ევაკოს რამდენიმე რაიონის თავის საპატიო წარმოადგენს, ჩვენთანაც არის დაწესებული საპატიო კულაშელობა. ასე რომ ბატონი აბრაამს დღეს საპატიო კულაშელის წოდება მიედინა, რომელსაც აბსოლუტურად ხილსეულად ყოველდღეს საზეიმო ვითარებაში თავის რაიონში, თავის კლასერთან ერთად, ქალბატონი დედასთან ერთად, ეს ქალბატონი ჩემი დედაა და უმეტესობით ის ცნობილია, უმეტესობის არა, რამდენიც კი ისრაელში ჩავდიოდი, იმდენი